აბა ოფიციალურად შეგვიძლია რომ დავიწყოთ ჩვენი მეორე პანელური დისკუსია. პირველი დისკუსია ეხებოდა, არ ვიცი, ესწრებოდით ხო? ღვინოსა და ლიტერატურას, ღვინო და სუფთა ფურცელი, ასე ერქვა. ანა კორძაიას სამარდაშვილთან და მახო ხარბედიასთან ერთად საუბრობდით. ჩვენი მეორე პანელური დისკუსია ეხება ღვინოს როგორც ქართველების სავიზიტო ბარათს. თუკი ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ნამდვილად ქართული ღვინო ეს არის ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ლიტერატურასთან, კულტურასთან ერთად საინტერესოა რამდენად კაშკაშებს ეს ყველაფერი საქართველოს ფარგლებს გარეთ. უბრალოდ რამდენად იციან ამის შესახებ იმ ადამიანებმა, ვინც არ არიან ღვინის პროფესიონალები. ღვინის პროფესიონალებმა რომ ეს გადასარევად იციან კი ბატონო. მაგრამ მეორე მხრივ აი მიჩნდება ხოლმე ეგეთი კითხვა, რამდენად დიდი სიხარული მომგვარა პირადად მე ჯერემი კლარკსონის მონოლოგმა. ხო, ყველა თქვენგანს აქვს ალბათ ნანახი Top Gear-ის ერთ-ერთი წამყვანი, როცა ამბობს, რომ გერმანელებმა მოგვცეს ავტოინდუსტრია, იქ ვიღაცა ისა და ქართველებმა ყველა უფრო მეტი კონტრიბუცია შეიტანეს განვითარებაში, იმიტომ რომ მათ მოგვცეს ღვინო. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ხშირ შემთხვევაში აი ამ ერთმა პატარა ნათქვამმა ბევრი უფრო მეტ ადამიანამდე მიაღწია, ვიდრე შეიძლება ქვეყნის წლების შრომა, ხო? მოდი დავიწყოთ საუბარი სწორედ ამ თემაზე, როგორ ვახერხებთ, რომ გავიტანოთ ღვინო, როგორც ჩვენი სავიზიტო ბარათი ფარგლებს გარეთ. და თუ ვერ ვახერხებთ სათანადოდ, როგორ უნდა მოვახერხოთ ეს, მაგრამ სანამ არ წარმიდგენია ხო სტუმრები? მე მომიტევეთ, მინდოდა რომ კულმინაცია შემექმნო. გავწელეთ რომ ვითომ. გიორგი პოპიაშვილი, გიორგი ქლივიძე და ეკა ყიფიანი ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიის კაშკაშა ვარსკვლავები იქნებიან ჩვენი დღევანდელი პანელური დისკუსიის სტუმრები. თქვენზეა მოკლედ ქართული ღვინის მომავალი. მეგობრებო, გააცნობიერეთ ეს ეხლა რამენერად და შედით ხიბლში. იმის სანამ დავიწყებთ იმაზე ლაპარაკს, რა იცის მსოფლიო ქართული ღვინის შესახებ, მოდი ძალიან ლოგიკურად მივიდეთ კითხვამდე, რა ვიცით ქართული ღვინის შესახებ ჩვენ, ქართველები. რამდენად ღრმა არის ჩვენი ცოდნა და რამდენად ცდება ის ესეთ ზედაპირულ მოარულ ხმებს. რამდენად მითოლოგიზირებულია ჩვენი ცოდნა ამის შესახებ. არის რაღაც კუთხით ჩემი აზრით რა რაღაც მითოლოგიის, რელიგიის დონეზეც შეიძლება არის აყვანილი საქართველოში ღვინო და მგონია რომ ეგ ძალიან ბუნებრივი მოცემულობა არის რა. ანუ მაგაში პრობლემას ვერ ვხედავ. ღვინო თვითონ პროდუქტი არის, რომელიც მაგის რესურს სივრცეს გაძლევს, რომ ეს გაშალო უფრო დიდზე, ვიდრე თავისთავად ეს პროდუქტია რა და ეს პროდუქტი გახადო შედი კულტურის, შედი იდენტობის ნაწილი. და მგონია რომ ჩვენ გვაქვს ეგ. მე თვითონ ადამიანი, რომელიც ესე ვთქვათ, ზედაპირული ინსტინქტებით სკეპტიკურად ვარ განწყობილი ყველაფერი ტრადიციულის და ძველის მიმართ, მეც კი გრძნობ, რომ მე როცა დავიწყე ღვინის ეტიკეტებზე მუშაობა, გაუთვითცნობიერებულად გრძნობდი იმას, რომ მე რაღაცა მამა, პაპა საიდანღაც მეუბნებოდა, რომ ყოჩახ გიორგი. ეგ საინტერესო რაღაც თქვენო. პრინციპში შენი ნათქვამი ახლა ადასტურებს, რომ ყოველგვარი წარმოდგენებისგან და ინსტინქტებისგან დაცლილად, ანუ ამ ყველაფრის მიღმა, არსებობს რაღაც გენეტიკური მეხსიერება, რომელიც ჩვენ გვარნახობს, რომ აი ეს კეთილშობილური სითხე არის ჩვენი იდენტობის ნაწილი, ხო? მაგრამ საინტერესოა, რამდენად გვაქვს უფრო სიღრმისეული ცოდნა ამ ყველაფერზე. აი როგორ არის, მგონია რომ არ გვაქვს სავარაუდოდ, ახლა ყველა რიგითმა ქართველმა, ვისაც შეიძლება ეგ სიამაყის შეგრძნება კონდეს, რაღაც კუთვნილების შეგრძნება, რომ მისმა კულტურამ, მისმა ეროვნებამ, რაღაც ისტორიამ, რაღაცა მნიშვნელოვანი შექმნა. არ მგონია რომ საჭიროა რომ ყველას ეგ გვესმოდეს რა. მე მგონია რომ ეგ უნდა ესმოდეს იმ ხალხს, ვისაც ღვინოსთან აქვს რაღაცნაირად პირდაპირი კავშირი. არ ვიცი, მეღვინე, ვისაც გააქვს ღვინო საქართველოსთან, ვინც აკეთებს ღვინოს და ასე შემდეგ. არ მგონია რომ საჭირო არის ყველა ქართველმა იცოდეს
არ ვიცი რა არის მაცერაცია რა ანუ ალბათ არ იცის და არც არის საჭირო არც მე არ ვიცი ახლა რა დავმალო ჩამაჭირა ბოლომდე ადამიანმა საუბრის დასაწყისში მაგრამ ჩაჭერა ეგეთი უნდა ცოტა ხანში ახლა წილი ნაყარია ანუ ზოგადად ანუ უბრალოდ რო შევკრა პასუხი რა მგონია რომ კითხვა შეგიგულისხმება რომ რამდენად ჩვენ გვესმის რა არის ღვინო ხო რაღაცა დაახლოებით ეგ შინაარსი არის რა არის ქართული ღვინო ხო ანუ ჩვენ თუ ამბობთ რომ ღვინო ეს არის ღვინის სამშობლო არის საქართველო ეს ხო ფრაზად გვესმის ჩვენ და ვინტერესდებით თუ არა ის რომ როცა ვამბობთ ღვინის სამშობლო აი მაგალითად ის წიბწები რო აღმოაჩინეს როდინდელ სათავსოში აღმოაჩინეს რო რამე აი სადღაც შემთხვევით ფეხი აგვიცდეს და პირობითად პორტუგალიაში ვიღაც ტიპს ველაპარაკებოდეთ ამის შესახებ გარდა იმისა რომ უთხრათ რომ ღვინის სამშობლოა როცა გითხავს რომ რანაირად უპასუხოთ რომ აი ასე ეგ საინტერესო ფორმულირებას აკეთებ შენ რა ანუ რასაც ამბობ გამოვირჩევი მე მაგას შემჩნეული ხარ ხო რასაც ამბობ აბსოლუტურად გეთანხმები რომ ჩვენთვის ქართველებისთვის ღვინის ტრადიცია არის რაღაცა წმენის რეგისტრში რა ანუ შესაბამისად წმენის რეგისტრში რაც არის თითოეულ ადამიანს იშვიათად მოეთხოვება რომ ჩაუღრმავდეს და ყველაფერი იცოდეს რა ცოტა ბუნდოვანიც უნდა იყოს და ჯობია რომ ემოციური და რაღაცა ეს აღტკინებული დამოკიდებულება ქონდეს თუმცა მეორე საკითხი არის როგორ უნდა ვიქცეოდეთ თითოეული ჩვენგანი როდესაც ჩვენი წმენა დაფუძნებული არის ასე ვთქვათ ღვინის კულტურაზე რა აი ქცევა იმის შესაბამისად ასე ვთქვათ რა არის შენი ერთ-ერთი ბრენდის თუ რელიგიის თუ რაღაცა მთავარი კონცეფციის ეროვნული მთავარი კონცეფციის ერთ-ერთი ატრიბუტი თუ ღვინოა როგორ მოვიქცეთ თითოეული ჩვენგანი აი ეგ არის მნიშვნელოვანი რაც იმთავითვე უკვე განაპირობებს თუ ეგ დადგინდება და თუ შევთანხმდებით რაღაც ქცევის წესებზე როდესაც ჩვენ ღვინის ასე ვთქვათ აკვანი ვართ შესაბამისად თითოეული ადამიანი მე ქცევას გამოიმუშავებს ეკა მე პოპიკას ვეთანხმებ მაშინ რომ ჩვენი ღვინოსთან დამოკიდებული არის უფრო ინტუიტიური დალექილი ცოდნა ბევრი სხვადასხვა რაღაცისგან აღებული და უფრო ჩვენ მე მგონი უფრო შინაურულად ვექცევით ღვინოს ვიდრე რაღაც ექსპონატს უბრალოდ ჩვენი რაღაც მოშინაურებული ხო აზრით როგორც მოვიშინაურეთ მგონია რომ ოჯახებმაც ღვინო მოშინაურებული რაღაც ოჯახის წევრი უფრო არის ვიდრე რაღაცა რომელშიც მე უფრო ვერკვევით სიღრმისეულად ინფორმაციულად თუმცა რასაც შეიძლება რომ საიდან შეიძლება უცხოეთს კონდეს ცოდნა ღვინოზე აი თავიდან დაიწყე ერთ-ერთი მთავარი ორი წყარო არის ერთი არის როცა ისინი ჩვენთან ჩამოდიან არა ღვინისთვის არამედ უბრალოდ ჩამოდიან და აქედან იღებენ ინფორმაციას და მეორე როცა ჩვენ მათ ხვდებით თუნდაც გარეთ და ქართველი ბუნებრივად თავისთავად არის ინფორმაციის გავრცელებელი ანუ როცა რელიგიაზე ვლაპარაკობთ ღვინო უფრო დიდი ხანია ჩვენთან არის ვიდრე ქრისტიანობა არის და არ არის შემთხვევითი ხო ის ჯვრის არსებობაც რომელიც ბაზისგან მოდის ჩვენ უნდა ვავრცელოთ ხოლმე ეგ რელიგია და ცოდნა მგონია რომ უფრო მნიშვნელოვანია ქონდეს ზოგადად ღვინოზე როგორც არსებაზე თუ როგორც პროდუქტსაც არ ცნებაზე ვიდრე იმაზე ვიდრე ქართულ კონკრეტულ ქართულ ღვინოზე მე მგონია რომ ქართულ ღვინოზე უფრო მეტი გვესმის ვიდრე ზოგადად ღვინოზე საერთოდ როგორც რაღაცაზე რაც ჩვენ შევქმენით და სამყაროს მივეცით კი ბატონო ანუ რაღაცნაირად მივდივართ მე მგონი იქამდე რომ ქართველებს ბრმად გვწამს ამ ყველაფრის და ჩვენ მტკიცებულება არ გვჭირდება იმისა რომ ეს ასეა ანუ მზადვართ იმისა რომ გქონდეს ინტუიტიური ცოდნა მაგრამ ძალიან საინტერესო რამ თქვა გიორგიმ რომ ღვინის იღმისეულად ცოდნა პრინციპში რომ დაუკვირდეთ პოეზიას რო ჩამოვშორდეთ და არ იქა და იქი და აქეთ ფაიგუი მოეთხოვებათ იმ პროფესიონალებს რომლებიც აი ამ საქმეში არიან ჩართულები ხო რომლებიც არიან ამბასადორები, ელჩები, ქართული ღვინისა, მიდიან ვიღაცებს, სხვა პროფესიონალებს ელაპარაკებიან და ასე შემდეგ. მოდი მაშინ დავიდეთ იქამდე. რა გზავნილით მიდის ხოლმე ქართული ღვინის ელჩი უცხოეთში, ან აქ რა გზავნილით ხდება ღვინის პროფესიონალებს. რას ვამბობთ თქვენი თვალთახედვით? რა იციან უცხოელებმა ქართული ღვინის შესახებ? მე რაშთაბეჭდილებაც ვრჩება
სტანდარტულად პირველ რიგში ალბათ ეგ არის selling point-ი, რომ ჩვენ ვართ ღვინის სამშობლო 8000 წელი, წიწები, ასე შემდეგ. ქვევრი ალბათ არის ძალიან მნიშვნელოვანი ასევე რაღაც selling point-ი, რომელიც ენთუზიაზმით ატაცებადი არის, ესე წარმომიდგენია მეღვინეების მიმართ. და ამ ყველაფერზე რაღაც გემოვნებით მოყრილი ამპარტავნება რა, რომ აი შეიძლება ვავი ღვინო არ არის, აი ჩემი ღვინო უნდა გასინჯო. აი ამ სამი რაღაცის კომბინაციაა ჩემი. არა, ეგ მოსულა მე მგონი, ხო? ეგეც რაღაც ლიტერატურული თქმა არის, რომ ეგ რა არის, მოდი ჩემი ღვინო გასინჯო. კი, ეგეც მოსულა. ოღონდ მან კიდევ უბრალოდ ნიუანსებში რო ჩავიდეთ, მან კარგია რომ შენ ძალიან ძლიერი reason to believe კონდეს რა. ანუ რაღაც კონდეს. აბა ქართულად მე არ ვიცი ინგლისური კარგად, რა არის? რაღაცა არგუმენტი რაციონალური მაგაში რა და ისევ არგუმენტზე რომ მივდივართ, იმიტომ რომ ღვინო ძალიან აბსტრაქტული რაღაცა არის რა. ეხლა რა თქმა უნდა რომ არის კარგი ღვინო და ნაკლებად კარგი ღვინო და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც სუბიექტური არის ასე თუ ისე რა და ეხლა ქართული ღვინო მე ძალიან მიყვარს. ყველაზე ძალიან მიყვარს ქართული ღვინო და ქართული ღვინის მოხმარება, მაგრამ ხშირად არის ეგეც შემთხვევა, რომ საერთოდ არ არის საუკეთესო ღვინო რა. ანუ ბევრი პარამეტრი შეიძლება ჩამორჩება და ფრანგული რაღაც ღვინო უფრო მეტად სიამოვნებია და უფრო მეტად კომპლექსური ყოფილა, მეტად ჰარმონიული და ასე შემდეგ. საიდან მოვედი აქ? არ ვიცი, მაგრამ ეს ობობა საიდან მოვიდა, არ ვიცი, მაგრამ შენ ფეხზე გადმოვარდა ეხლა და იყოს მე. ხო, ანუ იმას ვიძახდი, რომ ხო, რაღაც დონეზე მაინც სუბიექტური არის. მაინც ვიღაცის სუბიექტურ შეფასებაზეა რა, ეს ღვინო კარგია თუ საინტერესოა თუ არც ისე. ეგ ალბათ პროფესიონალებისთვის, იმიტომ რომ ხა მე როცა ვიღაც სომელიო მეტყვის, რომ ეს არის საუკეთესო ღვინო, თუ მე დავლიე და არ მომეწონა, მე ხო დიდად არ მადარდებს მისი ნათქვამი, ხო? აი არ ვიცი, ვიღაცა რომ კარგ წიგნს მირჩევს. ვიღაც რომ მირჩევს წიგნს, რომ შენ წაიგმოდი, ეს არის ძალიან მაგარი რომანი. მე ავიღებ ამ წიგნს, ავიკითხავ და ვიხდები, რომ მე არ მომეწონა რა დიდად. ეხლა მადარდებს მე ის რომ გარდიანსის ათეულში მოხდა ეს რომანი? ხო, მაგრამ არ ფიქრობ, რომ მან დიდი წილი იმისი, შენ როდესაც კითხულობ იმ რომანს, რომელიც გირჩია კონკრეტულმა ადამიანმა ან გარდიანმა, რომ ეს კარგი წიგნია, აი წიგზე გუშინ საუბრობდი ერთ ჩემ მეგობართან ზუსტად მაგაზე რა წიგზე მგონია კიდევ უფრო ნაკლებად არის, მაგრამ აი ბევრად მეტად არის მაგალითად ნახატზე რა. ანუ როდესაც მე ვიცი რომ მე უყურებ რაღაც ნახატს, რომელიც სანამ წავიკითხავ კუთხეში რომ შაგალი არის რა, რაღაცა დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ მე რო წავიკითხავ რომ შაგალია, შაგალი ყოფილა, გესმის? ანუ ეგ რაღაცა ფოლდერები ტვინში და რაღაცა ლინკები ტვინში სახელებთან და ბრენდებთან მიმართებაში ძალიან მუშაობს ადამიანზე რა, როგორი ასე ვთქვათ ამ საკითხისგან მოწყვეტილობაც არ უნდა კონდეს დაჯერებული თვითონ რა და მე მგონია რომ ეხა საითაც მივდივარ და ალბათ კიდევ უფრო ხმად შევალთ ამ საკითხში, ანუ თუნდაც იმას რო დაუბრუნდეთ რა, რომ სიტყვაზე ქართველი რო გადის სადღაც ქვეყნიდან ან ვიღაც სტუმარი რო ჩამოდის, ანუ ერთი არის რომ მან იცის ეს ინფორმაცია რომ იცი რა მე ვარ იმ ქვეყნის წარმომადგენელი, სადაც დაიბადა ღვინო, მაგრამ ჩემი სტუმარი თუ არ არის ამ ინფორმაციით ასევე დატვირთული რა, რთულდება კომუნიკაცია. ანუ ჩემი სასურველი რეალობა არის რომ რაც ჩვენი თავის შესახებ ვიცით, ყველა მიცოდეს იგივე. როგორიც არ უნდა იყოს ეს რეალობა რა. და ანუ მიზანი ალბათ ჩვენი ინდუსტრიისაც და ღვინის ინდუსტრიისაც არის რომ რასაც ვიჩემებთ, ეგ იყოს საზოგადო, ანუ გლობალურად ცნობილი ფაქტი რა და ამიტომ ძალიან დელიკატურად და ძალიან ჭკვიანურად არის ასარჩევი ის ნიშა, რასაც გადავწყვეტ რომ ვართ. აი ეგ იქნება მომდევნო შეკითხვა, რა ნიშა უნდა დავიჭიროთ ჩვენ, მაშინ როდესაც კონკურენცია დიდია. ღვინის სამშობლოობას კი არ გულისხმობ, ეგ გასაგებია რომ ჩვენია. იმის მიღმა რა ნიშა და რა გზავნილი უნდა გქონდეს, მაგრამ მანამდე ეგას აზრი მოვისმინა. აი გადმოვალ მაგაზე როდესაც ჩვენ რაღაცას ვსინჯავთ და მით უმეტეს თუ რაღაც არის აბსტრაქტული ძირითადად და ინტერპრეტაციების საშუალება აქვს და ღვინოც მათ შორის არის და ხელოვნება ასევე აუცილებლად მათ შორის არის, ხანდახან ჩვენ წინასწარი განწყობით ვსინჯავთ რაღაც, ანუ მარტო ის აბსოლუტური ობიექტური არ არის ჩემი შეფასება, ყოველთვის როცა რაღაცას ვსინჯავ, როცა მივდივარ რესტორანში და ვიცი რომ ეგ არის საუკეთესო რესტორანი, მე წინასწარ განწყობილი ვარ რომ ეგ უნდა მომეწონოს.
და თუ რაღაც არ მომეწონა საკუთარ თავში ვეძებ ხოლმე ხანდახან შეცდომას. კინოს რო უყურებ და ყველას რომ მოეწონა და შენ რო ცოტა არ ერთობი, მაგრამ რო თავს აჯერებ, რომ მაინც რო იძახი რომ მე მაგრამ მომეწონა ეგ ყველაფერი. და მე შენ თავს ცდილობ რომ გამოიმუშავო რომ იმ დონემდე მიხვიდე რომ შენც მოგეწონს. ეგ არსებობს და ღვინო ასევე ესეთი რაღაცა არის რომ თუ მართლა ალბათ და მე არ ვარ ეგეთი პროფესიონალი ძალიან სუბიექტურად მომწონს ან არ მომწონს და მოვიწონებ ან არ მოვიწონებ. ანუ შესაბამისად რაღაცა უბრალოდ ჩვეულებრივი ღვინო და versus ღვინო რომელიც ვიცი რომ იქ შეიქმნა სადაც ღვინო შეიქმნა შეიძლება მეტი წინაპირობა მქონდეს რომ მოვიწონო. ან იგივე თუ ვიცი რაღაცა ფრანგულია უკვე წინასწარ განწყობილი ვარ რომ ის რაღაცა კარგი არის. ანუ სინამდვილეში ხა ჩვენაშიც მუშაობ მგონია რომ ერთ-ერთი ეფექტი ამას ეგ აქვს რომ შენ წინასწარ განწყობა მისცე ადამიანებს რომ რომელიც მე შენს პროდუქტს თუ შენ კულტურას რომ მოიხმარს წინასწარ პოზიტიური განწყობით მიაწოდო ეგ ყველაფერი. ანუ გამოდის რომ ძალიან სწორი პანელი შეგვირჩევია, უბრალოდ თემად ეს. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ის სართული, რომელსაც ჩაუფენ შენს პროდუქტს. ანუ თქვენზე მათ შორის ძალიან ბევრი თქვენს ინდუსტრიაზე ძალიან ბევრი რაღაც არის დამოკიდებული, ხო? რო ამბობენ რომ რა სხვაობა სხვა თაგვებსა და მიკი მაუს შორის და ის რომ მიკი მაუს ქონდა კარგი პიარი მარკეტინგი. ეგ ესე იგი ამ ყველაფერს განაისრო შენი პროდუქტი ცუდია. არა, შენი პროდუქტი შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ თუ ამბავი მოსდევს ამას, ანუ თუ კარგი ამბის თხრობა აქვს, ხო? ბევრად უფრო საინტერესოა. ჩვენ მეტნაკლებად შევეხეთ იმას, რა იციან, ასე ვთქვათ, ხო? რა გზავნილს ვამბობთ ხოლმე. ახლა თქვენი თვალთახედვით საინტერესოა, რა ნიშა უნდა დავიჭიროთ და რა გზავნილი უნდა გქონდეს საქართველოს და როცა ვამბობ საქართველოს გულისხმობ ღვინის კომპანიებს და ცალკეულ ადამიანებს ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით. აბა დავიწყოთ. ხო, წეგანას თქვი რომ ერთ-ერთი გამოკვეთილი გზა არის ქართული ღვინის პოზიციონირების არის ქვევრი. და ის ტექნოლოგია, რომელი ტექნოლოგიითაც ჩვენ ვაკეთებთ ღვინოს დღემდე. მესმის ძალიან კარგად, მეც სულ ცუნება მაქვს, რომ რაღაცა ცარიელი ფურცლიდან დავიწყო, რაღაცა ძველი გადავაგდო, ახალი მოვიგონო, მაგრამ მე მგონია, რომ ყოველთვის ეგრე არ არის. რა ის სტრატეგია, რასაც მარკეტინგი, კომუნიკაცია და ასე შემდეგ, რასაც ირჩევს, ეგ რაღაციდან უნდა გამომდინარეობდეს რა. ანუ ეხა დღეს ჩვენ დავიწყოთ იმის ლაპარაკი, რომ აი სიტყვაზე არ ვიცი, ახალი სამყაროს ღვინოები, როდესაც გამოჩნდნენ ბაზარზე, ხო, გამოჩნდნენ ძალიან მკაფიო ყველაფრით რა, ფერებით, სტილით, ხულიგნური იყო ძალიან, ხო, ეს რაღაც ახალი სამყაროს ღვინოები, ახალი ზელანდიის ღვინოები, კალიფორნიის ღვინოები, რაღაც სამხრეთ აფრიკული, აი ძალიან დაარღვიეს ბევრი ტრადიცია ზუსტად იმიტომ ჩემი აზრით, რომ მომენტი ზუსტად ეგ იყო, რომ ღვინის მოხარებელი იყვნენ ცოტა მობეზრდათ ძალიან მაგარი ფრანგული ღვინოების სმა. და უცებ გამოჩნდა ახალი სამყაროს ღვინოები, რომლებმაც ეტიკეტზეც, ნუ ჩემი კომპეტენციიდან ვაანალიზებ უფრო რა, ეტიკეტით, ბრენდინგით, კომუნიკაციით, რა yellow tail-ი გაიჩნდა ავსტრალიური ღვინო, რომელიც ყველაფერი იყო ამის გარდა, რაც არის რაღაც კლასიკური ღვინის სტილისტიკა, ხო, რაღაც შატო, რაღაც vintage ვიზუალით, ესეთი ძველი ტიპოგრაფიით წარწერა და ასე შემდეგ და უცებ რაღაც ჭრელი კენგურუ დაახატეს ღვინოს, ხო? მაგას მგონია რომ ჩვენ ვერ ვიზავთ. იმიტომ რომ კენგურუები არ ყავს. და თან აი კიდე მე მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ეს ყველა ინიციატივა, რასაც საკომუნიკაციო სააგენტოები თუ ღვინის სააგენტო თუ ვინც არის, არ ვიცი, ინსტიტუციები, ვისაც გავლენა აქვს იმაზე, რასაც ვაკეთებთ, ხო? ისინი ვერ შექმნიან ხელოვნურ რაღაც ინიციატივას, რომელსაც გიჟივით ყველა მეღვინე მიყვება და აი ეს კონსისტენსი რაღაც ხანგრძლივად მიყვებით ამ ხაზს. ანუ აუცილებლად რაღაციდან უნდა მოდიოდეს, რაც მართლა გვეამაყება, მართლა გვეხება და მიზეზი გვაქვს, რომ ვთქვათ, რომ ეს ნამდვილად ესეა. 8000 წელი ცოტათი საშიში ზონაა ჩემი აზრით, იმიტომ რომ
არ ვიცი, სომხები აღმოაჩენენ 9000 წლის წინ რაღაცას წეღალაპარაკობდით. და რავი, მე ეხა ისე ვიძახი ხუმრობით, მაგრამ იქნებ მართლა აღმოაჩინონ. მე რა შვებით, ხო ხტები რა და რაღაც ეგეთი შეგრძნება მაქვს, რომ ქვევრს აქვს ეგ რესურსი, რომ არის ვიზუალური აიდენტიკა აქვს. ანუ შეგიძლია ქვევრი შენ ამ ყველაფერს უყურებ აშკარად ამ საუბარში ჩანს დიზაინერის ისა რა ქვია. არა მარტო რა. არა, შეიძლება გეთანხმებოდე, მაგრამ როგორ? ანუ ხო, ეგ რისკი სულ არის, მაგრამ მაინც ხო ხტები რა, ანუ თარიღი რაღაც ისეთი მომენტია, ჩვენ ვაკეთებთ ყველაზე დიდი ხანი. თან მეორე პრობლემა ის არის, რომ დიდი ხანი რო ვაკეთებ, არ ნიშნავს, რომ ყველაზე კარგს აკეთებ რა. რა ვიცი, ხო ხტები, ბიზნესს აი გვიპტეში ალბათ უფრო დიდი ხანია აკეთებენ, მაგრამ ამერიკამ უფრო კარგი ბიზნეს გარემო შექმნა, ხო ხტები? 500 წელიწადში. ანუ თარიღი მაინც ცოტა ის არის. ეგ შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ისევ აი წაღარ ვთქვი, reason to believe ტერმინია ესეთი, ანუ მიზეზი, რომელთაც შეგვიძლია ეს დავიჯეროთ, მაგრამ გონია რომ აი რაშიც აი ვიზუალურადაც როგორც წეღან ვთქვი, შინაარსობრივადაც, ტექნოლოგიურადაც საინტერესოა. მაგას ხედავ რომ ვიღაცებს მიაქვთ ქვევრები აქედან. ვიღაცები რაღაც ამ თვითონ აცოცხლებენ ამ ახალ ტექნოლოგიას რა, იმიტომ რომ ღვინოში აი როგორც წეღან ვთქვი რომ ეს ერთი ეტაპი როგორც მე წარმომიდგენია და არ ვარ ეხა ღვინის სპეციალისტი რა, მაგრამ როგორც წარმომიდგენია იყო ეს old world wines, ხო, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ეს კლასიკური ღვინის სამყაროები, რომლითაც ზავის სუეეს ხალხმა და სასწაული ღვინოები არის. დღეს ჩემთვის ყველაზე მაგარი ღვინო არის ფრანგული ღვინო. მაგრამ ღვინოს ეგ აქვს, რომ ყოველ დღე გინდა ცოტა რაღაც ახალი გასინჯო რა და ეს სიახლე ამოიწურა რა და გაჩნდა ეს new old wines. ეხლა მე მგონი რომ არის აი ეგეთ ტრენდს, რასაც ხედავ, არის orange wine. რაც არის ეს რაღაც ქვევრის ღვინოსთან კარგად ილინკება. ჩვენს ეგ გენეტიკური რესურსი გვაქვს, რომ კახელმა მეღვინემ სადღაც, ან იმერეთში მეღვინემ რა, იამაყოს მაგით, ეგ მოყვეს ეგ ისტორია რა, რომ ჩემი ღვინო იცი როგორ არის გაკეთებული? აი ეს რაღაც 5 მეტრიან ცისტერნებში კი არა, რომელიც რკინის არის, რა, მიწაში ჩაუფალი. ცალსახარი ის, რომ საქართველოსთვის ღვინო სიწმინდესთან ასოცირდება რა. აი იდენტობაში რაღაც ეგ იკვეთება ქართველისთვის რწმენასთან, ხო? აი პრაქტიკულადაც დაკავშირებულია, ხო? ქრისტიანობასთან ღვინო ძალიან ახლო კავშირში არის. ქრისტიანო ყველა ზიარების დროს ყველა გამოიყენებს თუ არ ვცდები. არა, ქრისტიანებს გულს. ხო, ქრისტიანები მუსულმანები საერთოდ არ ცვამენ წესით ალკოჰოლს. ანუ ჩვენთან რაღაცნაირად უფრო თითქოს უფრო სპირიტუალურ ტრანსცენდენტულ ხარისხში გვაქვს გადატანილი რა. ფრანგისთვის მე ესე მგონია რომ ეგ უფრო პრაქტიკული პროდუქტი არის, რომელშიც ძალიან ყოჩაღია. იცის თვითონ რომ აი მე ერთხელ მქონდა ეგეთი შემთხვევა რომ ას ფრანგები საუზმობდნენ, სადაც გუდაურში თუ სადღაც და რომ გამოველაპარაკეთ, მითხოს რომ ფრანგები ვართ, რაღაც ღვინოზეც ვილაპარაკეთ და რაღაცა ვთქვი რომ აი ჩვენ ვცდილობთ რომ კონკურენცია გაგიწიოთ თქო რა ღვინის თემაში თქო რა ეგ შევიტანე ეგ თემა რომ ჩვენს ღვინო ეს და აი არც შემომხედა ისე გააგრძელა ჭამა და keep trying რა ისე ვითხრა რა იმდენად თავდაჯერებული არიან რომ იდეალური პროდუქტს ქმნიან მაგრამ მაინც ესე მგონია რომ ეგ ფრანგისთვის უფრო მაინც პროდუქტია მაინც ხელობა მაინც უფრო ადამიანური განზომილება არის რა საქართველოს შეიძლება ეგ არის რაც საფრანგეთი დიდი როგორ საფრანგეთი არის უკვე დიდი ხნის წინ შემდგარი ქვეყანა და იქ უკვე ესე პრაქტიკული გახდა ეგ ყველაფერი რა ანუ მე რა კითხვასაც ვსვავდი მე ეგეთი შთაბეჭდილება დამჭეკია და მანამდეც ფიქრობდი რომ ამ თემაზე ეგ უნდა მეთქვა რა ანუ ჩვენ ახლა ვართ ქვეყანა რომელიც არის პოსტ საბჭოთა და პრე-ევროპული ქვეყანა რა აი ეგეთი რაღაცა ეგეთი დრო მოგვიწია რომ კონდეს რაც ნიშნავს იმას რომ ანუ როგორც ასე ვთქვათ ან გინდა ბრენდი წარმოიდგინე გინდა რაღაც ეროვნული იდენტობა პოსტ რაღაცაობა ძალიან ცოტა ხანი უნდა გაგრძელდეს თორე თუ გაგიგრძელდა ანუ
ხო, გაგვიგრძელდა რა, ანუ ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც ის ხო, გასაგებია. ის ხალხი კი აღარ ვართ, რაც ვიყავით. ოღონდ ჯერ არ ვიცით რა გავხდებით რა. აი ცოტა მაგ გარდამავალ პერიოდში ვართ და მე მგონია რომ ამ გარდამავალ პერიოდში კარგად უნდა გავიაზროთ ის კულტურულად ხო ბევრად უფრო დიდი ხნის ერი ვართ, ხო? ანუ შესაბამისად მაგიტომ მგონია რომ რასაც ავირჩევთ ასე ვთქვათ პლატფორმად ღვინისთვის რა ძალიან მჭიდროდ უნდა იყოს დაფუძნებული იმაზე, როგორც შენ ამბობ, რითი იამაყებს თითოეული მეღვინე, რითი იამაყებს თითოეული ტიპი, რომელიც სიტყვაზე სადღაც გავა როგორც ტურისტი და სადღაც შეხვდება ვიღაც უცხოელს და აი შენთვის რა არის ღვინო, ხო? ანუ ჩვენ თუ რაღაცა ისეც მოვიგონებთ, რაც მისთვის არ არის რელევანტური, ის არ იქნება ამის გამტარი რა. ამიტომ უნდა ვეძებოთ ისევ ჩვენ თავში. ანუ რა არის ღვინო, ხო? მაგის თქმა მინდოდა და ეს არის ჩემი პასუხი შენთან. აბა ვეძებოთ. მგონია რომ არ ვიცი ქვევრი არის ეს თუ სხვა რამეა თუ 8000 წელია თუ 8000 უწყვეტი წელია თუ რეგიონებია თუ ეგ არ ვიცი მაგრამ რაც ვიცი არის რომ ქვეყანა ყოველთვის უნდა გადაწყვიტოს რა წვლილი შეაქვს სამყაროში და ჩვენ სადღაც გვაქვს ეგ რომ ჩვენი წვლილი ოდესღაც შეიძლება ყოფილიყო ღვინოს შექმნა მაგრამ მნიშვნელოვანია რომ დღეს რა წვლილი შეგვიძლია შევიტანოთ ღვინის მსოფლიო ინდუსტრიაში. თქვათ თუ საფრანგეთის წვლილი არის რომ საუკეთესო ნიმუშებს ქმნის, ანუ ოსტატობა, უმაღლესი დონე არის მისი წვლილი, ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიფიქროთ რა შეგვიძლია ჩვენ არსებულიდან იყოს ჩვენი წვლილი და ჩვენ მართლა თან სულ რაღაც ერთმანეთს ვეჭიდავთ რომ ერთობა არ ვეთანხმები მაგას, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც ქვეყნის გატანა როცა გვინდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმხელა ერთობა შეგვიძლია და მაგას უკან დავუდგეთ და NBA ბოლძაზა ფაჩულია დანდაწყებული ასე შემდეგ ანუ ეგ გვაქვს მთავარია რომ ეს ერთი იდეა გაჩნდეს რა წვლილი შეიძლება ჩვენ შევიტანოთ ღვინის ინდუსტრიაში მსოფლიოში და შემდგომ მაგას დავუდგებით უკან უფრო მნიშვნელოვანი არის რომ აი წვლილი ვიპოვოთ ანუ ის არ გვინდა ჩვენ მე მგონი ვიყოთ სამუზეუმო ექსპონანტი ქვეყანა იმიტომ რომ ეგვიპტეს მაგალითი სინამდვილეში ეგ არის რომ მუზეუმში რამდენად ხშირად დავდივართ ახლა ჩვენ კარგია მაგრამ ხშირად ხომ არ დავდივართ მუზეუმი არ არის სადაც სიცოცხლე იქმნება ეგ არის რაღაცა წარსული ექსპონანტები და ჩვენ გვინდა რომ ცოცხალი ორგანიზმი ვიყოთ დღეს რა შეგვიძლია ვაკეთოთ ღვინის ინდუსტრიაში განვავითაროთ ვიყოთ handmade ვიყოთ ოჯახური ვიყოთ ნაკლებად რაფინირებული სხვანაირი მხიარული სევდიანი რელიგიური თუ არ არის მაგას ჩემთვის იმდანად მნიშვნელოვანი აქვს ამდენად გადაწყვეტილების მიღებას რომ მოდით ხალხო შემდეგი რაღაცა პერიოდი ვცდილ ვეცადოთ და შეგვიძლია რომ ღვინის ინდუსტრიაში ეს გავაკეთოთ. რასაც სხვა ამ შემთხვევაში ან არ აკეთებს, ან ვერ გააკეთებს. და შეიძლება ძალიან ბევრი ნიშნა ხო არ ვარ დიდი ქვეყანა და არ გვჭირდება ძალიან დიდი წარმოებების დაკმაყოფილება, როგორც შეიძლება დიდ ქვეყანებს გქონდეთ ხო, ტერიტორიულადაც არ ვარ ამხელა, მაგრამ უნდა გქონდეს ჩვენი როლი, რაც შეგვიძლია ვაკეთოთ და მგონია რომ მაგროს ვიპოვით მართლა ძალიან მაგრა გავაკეთებთ, უბრალოდ იმდენად სულ გადარჩენის რეჟიმში ვართ შინაგანად, რომ აქამდე ცოტა არ მივდივართ, რომ გადარჩენაზე კი არ ვიზრუნოთ, რაღაცის შექმნაზე ვიზრუნოთ და როცა რაღაცას ქმნი, მე უფრო ღირებული ხარ სამყაროსთვისაც. მგონია რომ ეგეთ ძალიან გასაოცნებელია, რომ ვართ ძალიან პატარა ქვეყანა. ანუ ჩვენ პროსტა მათემატიკურად ძალიან ზოგადად ნებისმიერი რამე, რისი თქმაც მოგვინდება, გაგვიჭირდება, იმიტომ რომ ვართ ძალიან დიდ სოფლიოში ძალიან პატარა ქვეყანა. აგერ ლამის ოსტარში შევიყვანეთ მართლა. ხო, ღორ მეშლება კაცო. მესმის რომ ეგ იყო როგორ რაღაც, იცი? უკაცრავად, აი ჩაგეჭრები. არა მხოლოდ ერთი, აი თუ დაუკვირდებით ნაპოლის საფეხბურთო კლუბ ნაპოლის და აწუკვე ვალენსიას Facebook-ის ადმინმა იცის რომ ან კვარაცხელიას ფოტო უნდა დადოს ან მამარდაშვილის როგორც მინიმუმ იმიტომ რომ ძალიან მაღალი ინგეიჯმენტი ექნება. ანუ გაგვივარდა ხმა იმაში რომ ეს შეგვიძლია. არ ვიცი ეს მართლა რაღაც ზებუნებრივი ძალით არის ნაკარაღი, მაგრამ შეგვიძლია ფაქტია, ხო? მაგრამ ეგ არის მაინც რაღაცა პატარა მიკრო მოცემულობები, როდესაც რაღაცეები შეიძლება ეგრე გავარდეს და თუ კარგად მოამზადე გარემო, დიდი შანსია რომ ეგეთი გავარდნები იყოს. მაგრამ მაგაზე ვერ აწყობ ყველაფერს რა, რომ ეხა ჩვენ თუ გავერთიანდებით მაშინ თელ სოფლიოს გავაგებინეთ რაღაცას
უფრო კომპლექსურია ეს საკითხი, ვიდრე ის რომ ვიღაცამ ჰეშტეგით დაწეროს რაღაცა ვოლტ ზაზაფხულია თუ რა. არა, მაგის თქვა კი არ მინდა რომ ჰეშტეგი დავწეროთ რომ ღვინის სამშენებლო საქართველო. არა. მე არ უფრო ძირე ხო ხტები, ჯერ მაგაზე რამდენს ვჯელობთ, რა კუთხით უნდა გავყიდოთ ღვინო. ხტები? ანუ მაგაზეც კი ჯერ ანუ მარტივი არ არის, ეგ კონსენსუსი უნდა მიიღო. მე ყველა ტაქტიკური მოქმედებები მაგას უნდა ემსახურებოდეს და ასე შემდეგ. რის თქვაც მინდოდა დამატება, რა უნდა იყოს ეგ რაღაც რითიც ქართული ღვინო გამოჩნდება ბაზარზე. კიდევ ერთხელ პასუხი მე არ მაქვს, ჩემი ინტუიციური ვარაუდი არის ქვევრი. აქაც ერთი კიდე იმას ვიტყვი, რომ არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მეღვინემ ქვევრი უნდა აკეთოს საქართველოში და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ McDonald's-ი, Big Mac-ით ყიდის თავის პროდუქტს, მაგრამ ფულს აკეთებს Free-ში და Coca-Cola-ში. ანუ არ არის აუცილებელი, რომ თუ ქვევრი იქნება სახე ქართული ღვინის, რომ ყველამ ქვევრის ღვინო უნდა ვაკეთოთ და მარტო ქვევრის ღვინო უნდა ვაკეთოთ. მაგას არ ნიშნავს. მაგრამ გასაყიდი ეგ გულისხმობ ტროას ცხენში რა. ხო, ტროას ცხენი, ალბათ უფრო უნდა იყოს ქვევრი. და ერთი პროსა კიდე ის გამახსენდა, რომ დავითი და გოლიათის სტრატეგია არის მნიშვნელოვანი. წეგარაც ვიძახი, რომ პატარა ქვეყანა ვართ, რთულ კონკურენტულ გარემოში, ბევრი კარგი ღვინოა სამყაროში, რაღაცეებში ძალიან წინ წავიდნენ და ჩამორჩით, ესე მგონია. ამ სიტუაციაში საფიქრია, როგორც ჩვენ ვართ დავითი რა, ჩვენ ვართ ვიღაც წემსი, რომელიც გოლიათს უნდა მოვერიოთ და შესაბამისად ინტუიცია მაგითო კარნახობს, რომ უნდა აი რაღაც არის ეგეთი თეორია, რომ საფერავი გახდეს მაგალითად, ხო? აი ქართული ღვინის გამწევი ძალა რა, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი რესურსის მქონე ჯიში არის რა, მაგრამ ეგ იმას ნიშნავს, რომ შენ საფერავით, როდესაც ცდილობ საქართველოს გატანას, შენ ეჯიბრები ფრანგულ რა ყველას უკვე რო ყურში და ტვინში და გემოში ჩაჯენილი აქვს რაღაც ჯიშები, იმათ ეჯიბრები. და ეგ არის გოლიათს ებრძოლო ისევ გოლიათის მეთოდებით რა. გონია რომ აი რაღაცნაირი წემსის სტრატეგია მოსაფიქრებელი, რომელიც იმ კონკურენციაში არ შეხვალ, სადაც უკვე კარგი პოზიციები აქვს დამყარებული რა. მის მოედანზე არის თამაშებ და ჩვენი გამწევი ძალაც მერასაც უყურებ ეგ არის რა, ნატურალისტები არიან. პატარა ხულიგანი მეღვინეები არიან დღეს, ვიც ყველაზე მეტად ესე მგონია ყველაზე მეტად წევენ ქართული ღვინის რეპუტაციას. ანუ შენაბობ ეგეთ რაღაცას რომ ერთ-ერთზე სტანდარტულ გარემოში კონკურენცია და ჩხუბი განწირული ამბავია. დღეს გვჭირდება ეგრეთ წოდებული ხულიგნობა იმისთვის, რომ გვეყოს ერთი ადგილი საიმისოდ, რომ შურდულით ვცადოთ გოლიათის დამარცხება. ეს შურდული არის რაღაც იდეა. შეიძლება ეგ იყოს ტრადიცია პირიქით, შეიძლება იყოს ქვევრი პირიქით, მაგრამ უნდა სხვა კუთხიდან შეუძლიოთ რა. იცი რა, ეხლა ვფიქრობდი, რომ დგას საერთოდ მაგის საჭიროება. იქნებ არის საერთოდ მოთხოვნა თქვენდამი იმასთან დაკავშირებით, რომ ამაზე ძირეულად იფიქროთ შემოქმედებითმა ინდუსტრიამ. იქნებ ჩვენ ვახურებთ, ასე ვთქვათ, და თითიდან გამოწოვილია ეს თემა, რომელიც შევარჩიეთ ამ პანელური დისკუსიისთვის. იქნებ ყველაფერი კარგად არის. ღვინის კომპანიებს შესაძლოა ყავთ საკმარისი მომხმარებელი საიმისოდ, რომ ყველაფერი გაგრძელდეს სტაბილურად. იქნებ ზედმეტი ამბიცია, იქნებ ამის დრო არ არის, ამის რესურსი ახლა არ არის. აინტერესებს თანამედროვე ქართულ ღვინის ინდუსტრიას ის, რომ უფრო მკაფიოდ გაუსვას ხაზი იმას, რომ ღვინის სამშობლო არის საქართველო და ეს არის ჩვენი არა ტრადიციული სასმელი, არამედ რაღაც ვენებში რაღაც დოზა არის ღვინისაც. გეტყვი. აბა ზოგადად არის ესეთი უცნაური რამე, რომ სოფლიო საკომუნიკაციო ინდუსტრიაში ზოგადად ღვინო არ არის აქტიური მონაწილე. ვერ გაიგე. შენი საყვარელი ღვინის რეკლამა. არ არსებობს ესეთი რაღაცა. ორსონ უილსის რაღაც 70-იანი წლების Yellow Tails-ის Super Bowl-ის რეკლამა, რომელიც არ არის თან Super Bowl-ის რეკლამებში კარგი. არ არის აქტიური ინდუსტრია, თუმცა ძალიან აქტიურია მაგალითად ვისკი. უფრო ძაფრი, არაყი ძალიან აქტიურია, ლუდი საერთოდ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი შემოქმედებითი აქტორი არის ინდუსტრიებში. იგივე ვრცელდება საქართველოშიც.
ანუ ღვინო არანაირად შევხედოთ ახლა რაღაცა აქტივობები. ლაპარაკი არ არის რომ ინვესტორი ამდენად დიდი არის, ლაპარაკი რამდენად საინტერესო მოთამაშე არის, საერთოდ არ არის მოთამაშე. და ეგ თავის მხრივ ნიშნავს რომ არ ისმის ღვინის ხმა. არც ქვეყანაში არის მის ღვინის ხმა და მით უმეტეს არც ქვეყნის ფარგლებს გარეთ არის მის. ოღონდ შენ გულისხმობს რომ არა მხოლოდ ქართული პრობლემაა, ზოგადად სოფლიოში. ხო, მაგრამ ეს ჩვენთვის არ მგონია რომ ცუდი იყოს, ეს ნიშნავს რომ თუ კი ღვინო ჩუმი არის ზოგადად საკომუნიკაციო ველზე, შენ ხომ შეგიძლია იყოს ხმაურიანი. ისა თავისუფალია. თავისუფალია ხმა, ანუ არ ისმის ღვინის ხმას, ან ისმის რაღაც ბლოგებში, ისმის ინფლუენსერებში, ისმის გარი ვაინერთუკის რაღაც wine library რაღაცაში. მაგრამ აი ეს როგორც ლუდის ხმა ისმის და როგორც არყის ხმა ისმის და როგორც ვისკის ხმა ისმის, ეგრე ღვინო არ ისმის და ეგ კარგია ჩვენთვის. და ისე იგი იმათ ან საჭიროება არ აქვს, ან სხვა ფორმები აქვს ნაპოვნი, მაგრამ კარგი შესაძლებლობა არის ხოლმე. ან ჩვენ უნდა ვეძებოთ რაში ვართ სუსტავე, მაგრამ ვეძებოთ თავია რაში შეგვიძლია რომ გავძვრეთ ხოლმე. მე მგონი რაღაც კარგი სლოგანი ყალიბდება, ისმის ღვინის ხმა. მართლა არ უნდა. მე ძალიან მომეწონა ახლა იქ რასაც ლაპარაკობდა. ანუ პოტენციურად სიმულაცია რო გავაკეთოთ და საიდანღაც დედამიწის ერთი კუთხიდან რაღაცა ქვეყანამ რო დაჭექოს რომ ღვინო ჯობია ლუდს ან ღვინო ჯობია ვისკის, ხო? ანუ ეგ ხო არ გაჟღერებულა. ანუ არ ჩვენ ინდუსტრიაში, ასე ვთქვათ, მარკეტინგულ კომუნიკაციაში არ შემოსულა ღვინო როგორც რაღაცა სიტუაციების კონკურენტი რა. მით უმეტეს მგონია რომ ეხლა საერთოდ გლობალურად რაღაცა ღვინის ინდუსტრია ნელ-ნელა უფრო და უფრო უკანა პლანზე წავა. ხო? ანუ უფრო გაიწევს ესეთი ტენდენცია მგონია. მაგრამ იცი რაზე ვფიქრობდი ახლა წინა საუბრის დროს, რომ ცოტა ჩემ თავს შევეწინააღმდეგები, მაგრამ მანამდე თუ საუბრობთ რომ ჩვენთვის ღვინო არის რაღაცა რწმენის რეგისტრის კატეგორიაში აყვანილი, მაინც მანდ უნდა მოვახერხოთ ჩვენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ამგვარი არის, მოვახერხოთ, რომ მიუდგეთ ამას როგორც საქმეს, მიუდგეთ ამას როგორც საკომუნიკაციო საქმეს და ვიფიქროთ, ასე ვთქვათ, target audience-ის ყურით, თვალით. რომ ხელოვნება, მაგრამ როგორც ხელობას ისე უნდა. ხო, ანუ ჯამში ჩვენ უნდა დავაჯეროთ ვიღაც ადამიანი, რომ აი ეს ჩემთვის რელიგია კი არის, მაგრამ შენთვის რელიგიას ვერ გავხდი, მაგრამ შენთვის საინტერესო მინდა რომ გავხადო რა. ანუ ვიღაცებიც ფრესკას ხატავდა, ის იმისთვის რელიგია იყო იმ მომენტში, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ვიღაცისთვის უბრალოდ საინტერესო რაღაცა სანახაობა გახდა. არტი. მისთვის ხელობა იყო და ჩვენთვის რელიგია. ხო. ხო, ანუ ჩვენ ამ წერტილიდან ეგრევათ რა. ხო, იმიტომ რომ შეიძლება ხატმწერისთვის ეს ჩვეულებრივი საქმეა, ხო, შეკვეთას აკეთებს და მე ამას ემთხვევიან ადამიანები. კი, მაგრამ ძალიან რთულია გადასდო ვიღაცას რწმენა რა, ამიტომ ნუ მოვთხოვთ ადამიანებს პირველ რიგში, რომ ასე ვთქვათ, იწამოთ ჩვენი ღვინო, მე მგონია რომ რაღაცა უნდა ვიპოვოთ ის ადგილი, სადაც დაინტერესდებიან ჩვენი ღვინო. აჰა, გასაგებია. სად არის ეგ ადგილი? მოდი მაშინ რახან მაღაზე მიდგა საუბარი. ხო, ჩვენ ხო სხვების სწორი ნაბიჯებიც გვეხმარება რაღაცებში და დაშვებული შეცდომებიც, ხო? მოდი მაშინ ვილაპარაკოთ იმაზე, რომელმა ქვეყნებმა და რანაირად მოახერხეს ისე, რომ ასოცირდებიან ამა თუ იმ პროდუქტთან. ანუ შევთანხმდეთ ერთ რაღაცაზე რა, შესაძლოა პიცა არ ყოფილიყო ისე პოპულარული, რო არ გამოჩენილიყო ჰოლივუდურ ფილმებში, ის ხო? შეიძლება სუში და ტეკილაც, აგერ წეღანის ამბობდა, რა ქვია, ანა კორზაია, ტეკილაც პოპულარული გახადეს ვესტერნებში, რო სვამდნენ კოვბოები. ხო? რომელმა ქვეყნებმა მოახერხეს და როგორც შემთხვევით თუ გამიზნულად ის, რომ რაღაც კონკრეტულ პროდუქტებთან ასოცირდებიან და ჩვენ აი ამ პროდუქტის ხსენებაზე პირდაპირ ფიქრი მიგვდის მათკენ. იტალიას და იაპონიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, რომ არსებითად ეს ქვეყნები თავის თავში არიან პოპულარულები და ეგ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის. ანუ ის, რომ ქვეყანა პოპულარულია, მისი პროდუქტიც ხდება პოპულარული. ეგ კიდე ჩემთვის ცოტა სხვა შემთხვევა არის, ვიდრე ჩვენი ქვეყანა არ არის პოპულარული. ჩვენ ქვეყანა რომ იყოს ძალიან პოპულარული ტურისტულად, ანუ ერთ-ერთი რა ხუთეულში რომ შედიოდეს ხოლმე, ჩვენი ღვინოც უფრო მეტად პოპულარული იქნებოდა. ჩვენ გვიწევს ჭიდაობა იქიდან რომ ჯერ უნდა ვუხსნათ რა არის ჩვენი ქვეყანა, მერე უნდა ვუხსნათ რა არის ჩვენი ღვინო და ეგ რთული ენა არის. ძალიან საინტერესო შემთხვევა სამაგერთ არის ჩემთვის სამხრეთ კორეა, რომელიც არის მართლა ძალიან საინტერესო кейსი არის.
სამხრეთ კორეა არის მთავარი ექსპორტიორი თავისი კულტურის და სამხრეთული კულტურის დომინაცია არის ძალიან აი ესე ადის, რომელიც არის ბოლო 25 წლის პროდუქტი. ანუ რომელიც არის სახელმწიფო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა გახდეს თავისი კულტურის ექსპორტიორი, რომელიც არის მუსიკა, K-pop-ი და ყველაფერი, არის კინო, რომელიც არის, ბოლო შედეგები არის Squid Game-ი და Parasite-ი და ეგ ყველაფერი და არის სილამაზე, მაგალითად, კორეული კოსმეტიკა, რაკაც რო გავალთ ნებისმიერ ადგილას დავინახავთ. იმ გადაწყვეტილება ქვეყნის და მათი კულტურული ექსპორტი აღემატება იმპორტს, რაც ძალიან სიგიჟე არის ჰოლივუდის შესაძლებელია, მაგრამ ეგ არის გადაწყვეტილება როგორც ქვეყნის და მერე ბიზნესის და მერე ხელოვნების საერთო სტრატეგია არის ძალიან ცოტა დროში 97 წელს ქვეყანა იყო გაკოტრებული. დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა. ანუ შენაბობ რო საკმარისია პოლიტიკური ნება და მერე შეთანხმება და გაერთიანება და ეს შესაძლებელია. აზე არა, მაგრამ გონია რომ მინიმუმ სასწრაფო, ანუ მნიშვნელოვანი არის პოლიტიკური კი არა. ზოგადად საერთო მუშაობა, როგორც სახელმწიფო სტრატეგიის, ასევე მერე ინდივიდუალური მომუშავების, ასევე შემოქმედებით ინდუსტრიის, ასევე კინოს თუ გააკეთებ კარგს და იქ თუ შეიტან ღვინოს, ეგ თავის მხრივ პოპულარიზაციას ხდის. თუ შენი სამზარეულოზე არ გულაპარაკია, რომ სამზარეულო წყვილია, ხო? ღვინის. მაგაზე ცალკე კითხვა, მაგრამ გადამახარჯინო ახლა ის. აი, ხო. ამ სარეკლამო სააგენტოებს და ამ ჩვენ ცოტა ზედმეტი წარმოდგენები გაქვთ მე მგონი რა, ჩვენ სფეროზეც, ჩვენზეც. იდეაში ჩვენ ვართ შემსრულებლები რა, ხვდები? ანუ ჩვენ რო გვეუბნებიან რომ ეხა ეს ბურგერი გაყიდე, მე ვზივარ და ფიქრობ როგორი ბილბორდი გავაკეთოთ და კამპანია გავაკეთოთ რომ ეს გაიყიდოს. ანუ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია მაგის გააზრება, რომ და ზოგადად ეგ აზრი რომ აი სადღაც სერიალში რაღაც პროდუქტი გამოჩნდა და მე ყველა მის იყიდა და ასე შემდეგ. ეგ ცოტა გაზვიადებული აღქმა არის რა. მე ესე მგონია რომ არ ვიცი კორეამ რატო გააკეთა ეგ ექსპანსია რაღაცა სუბკულტურების რა. ეგ ისე ინტუიციურად და ვარაუდით ვიძახი რომ ეგ იმიტომ კი არ მოხდა რომ ეხა ვიღაცებმა გადაწყვიტეს რომ მოდი ეხა რაღაც ეს K-pop თუ რაღაც რაც აქვს მაგათ მუსიკა რაღაცა იყო ანუ ნიადაგი ამისთვის არსებობდა ხო ხტები ამიტომ პირველი მაგის თქვა მინდოდა რომ ეხა ჩვენ ესე პროსტა უბრალოდ გადავწყვიტეთ და ყველა რაღაცა კიდევ ერთხელ რამე ჰეშტეგი დავწერეთ და აყვავდა ქართული ღვინო ეგრე არ არის მე რასაც უყურებ ყველაზე მეტად ჩემ თვალწინ რაც მოხდა ისტორიებს და 8000 წელს რო თავი გავანებოთ ყველაზე მაგარი მოვლენა რაც ქართულ ღვინოს დაემართა უახლოეს წარსულში იყო რუსული ემბარგო ან როგორც კი უბრალოდ მოთხოვნილება გაჩნდა რომ ცოტა უფრო კარგი ღვინო გაკეთებულიყო რომ გაყიდულიყო არა რუსეთში სადაც არც მომხმარებელი არ იყო ისეთი რაღაც არ ვიცი რა ქვია მაღალი სტანდარტის ხო რაღაც კბილ რაღაც ღვინოს სვავდნენ და საქართველოს იყო ხო საბჭოთა კავშირის იტალია რა ასე იგი საბოლოო ჯამში მაინც დავდივართ პროდუქტის შექმნამდე და წეგან აი თქვენს აუდიტორიიდან რომ იტალიამ რაქნა რომ ვიღაც 5 ოჯახი დაჯდა და თქვა რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაზე მაგარი ღვინო პირველი ეგ არის მე ესე მგონია რა რომ ჩვენ და შევქმნათ ძალიან მაგარი პროდუქტი ის რაღაცები გამოვიყენოთ, რაც ვიცით, ტექნოლოგიები, ასე შემდეგ, მარკეტინგი. ჩვენც ახლა კიდევ ერთხელ, რასაც დაგვავალებ, იმას გავაკეთებთ რა. ახლა ინდუსტრიაზე ვიძახი. ხო ხტები, ანუ ჩვენ ვერ მაგ ინიციატივას სარეკლამო სააგენტოები ვერ აიღებენ, რომ ახლა ჩვენ რაღაც ღვინოს არა, მაგის ილუზია არც მქონია. ხო, გავაგზავნებ შენაც რა. ხო, იგივე გინდა კორეის მაგალითი, გინდა ახლა ემბარგოს შედეგად რაც დაგვემართა სასიკეთო ჩვენ. ანუ მგონია რომ ამის რეზუმე ის არის, რომ თუ არ იქნება, ნახე გლობალურ ხულიგნობას ვერ მოახდენ თუ შენ ქვეყანაშივე ხულიგნურად იქცევი რა ანუ ვერ გაწვდები თუ ჩვენ არ გვექნება ქვეყანას რაღაცა შეთანხმება იმაზე რომ ჩვენ მოდი ეხა ხულიგნობა მოვაწყოთ გლობალურად რა იმას ვამბობ რომ ჩვენ ანუ ცოტა დისონანსი ხო არის ჩვენ იდეაში cradle of wine ვართ არა ამ დროს ბაზარი თulis რომ ახალი ღვინო ვართ რა ანუ რაღაცა რთული თანწყობილი კომბინაცია არის რომელშიც უნდა გავძვრეთ და აქ თუ არ იქნება კონსოლიდაცია იმისი, ანუ რაღაცა
ინსტიტუტები, რომელიც ღვინოს ასე ვთქვათ კურირებს, რას ჩათვლიან სახელმწიფო რას ჩათვლის და თითოეული მოქალაქე რა, ანუ კონსოლიდაცია რაღაც პონჩი არის საჭირო, იმისთვის რომ ეგ გავაძვრინოთ. ანუ პატერნი არის საკმაოდ ისეთი, არაერთაზროვანი რა ჩვენთვის. რა ერთად შეიძლება რომ რასთან კომბინაციაში წეღარო ჩამოგარცი. საჭმელთან. საჭმელი კი ბატონო, როგორ და რანაირად? მე ბოდიშის მოხდით თუ შევადარებ თქვა ქართული სამზარეულო ძალიან მაგარი პოტენციალი სამზარეულო არის, იმიტომ რომ არ არის ის სპეციფიური რეცეპტორებზე გათვლილი. ფართოდ იტალიური სამზარეულო არ არის სპეციფიური რეცეპტორებზე გათვლილი, ბავშვი თუ არაფერს არ ჭამს, მაკარონს მაინც ჭამს. და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის თუ არაფერს არ ჭამს, ხაჭაპურს მაინც ჭამს. მოდი არის სხვა სამზარეულო, რომელიც მეტად სპეციფიური ინდური სამზარეულო, რომელიც წინვალი არის, მაგრამ სპეციფიურია, იმიტომ რომ ძალიან სანელებლებიანია, სხვანაირ რაღაცა ძალიან ცხარია, რაღაც ჩვენ ძალიან მაღალი სპექტრი გვაქვს საკვების რეგიონებიდან გამომდინარე და თითოეულ საჭმელს ასევე ძალიან უხდება დაწყვილებული ღვინო იქნება ეს რომელიმე რეგიონის კახური იქნება თუ იმერული თუ რა. მეორე ასევე არის კულტურა, რაც არ ვიცი რამდენად ეგ ხა გაყიდვადი პროდუქტი არის, მაგრამ ასევე ჩაბმული პროდუქტი ძალსახად არის. იმიტომ რომ ჩვენ ტურიზმი ზოგადად არის ძალსახად ჩაბმული პროდუქტი ღვინოსთან, იმიტომ რომ ჩვენი მასპინძლობა შეგვიძლია თუ არა ცნებას თუ არ გიდევს სასმელი, ანუ რანაირ არ არსებობს თუმართ მასპინძლობა სასმლის გარეშე და ძალსახად შესაბამისად ღვინოს გარეშე. და ქართული ტურიზმის ერთ-ერთი ჩემი აზრით მნიშვნელოვანი საფუძველი არ არის მარტო ბუნების ხედები, არამედ არის ის გამოცდილება, რომელთაც მიდიხარ და ეს გამოცდილება წასახად მოდის ადამიანებისგან, მასპინძლებისგან, რომელიც მე რო ქუჩაში ვხდება ვიღაც უბრალოდ გამვლელი და მეკითხება რომ სად შეიძლება ჭამო ეხლა დღე ამ მომენტში კონსილიუმი იყრება უცებ ქუჩაში და ეს ადამიანი უნდა მივაგზავნოთ ყველაზე საუკეთესო გამოცდილებაში. ეგ ჩვენი ავთენტური ბუნებრივი ქმედება, რომელსაც ჩვენ არსად არ ვსწავლობთ, იმიტომ რომ ეგ გვაქვს. რისგან წამოვიდა ეგ საკითხია, მაგრამ გვაქვს. შესაბამისად, ღვინოც მაგაში ჩაბმულია, მასპინძლის ხელსაწყო არის აუცილებლად ღვინო. ხო, შესაბამისად, ტურისტული კამპანია გაკეთება ხდება, მაგრამ ხომ არ არის ასევე საფიქრალი, რომ ასევე ეს არის ქართული ღვინის კომუნიკაცია და ასევე მე საფიქრალი რომ იქნებდეს CNN-ზე კი არ უნდა გავუშვათ უბრალოდ 30 წამიანი ვიდეო, რომელიც საბოლოო ჯამში არის არის ამ ცოტა სხვანაირად ხარ უნდა მიუდგეთ, ანუ კოლექტიურად ხარ არის გასაყიდი ფოლკლორ, მაგალითად იმ სუფრასთან ნამღერი მრავალჟამიერი და მერე ნაცეკვი ცეკვა. ხო, wine in Tbilisi არის რაღაცა ხო. შუაღამე თბილისში. რაღაც ამის მსგავსი. ერთი ამბავი მაქვს, მათის მამა არის მერაბ მათიაშვილი, მეღვინი არის ჩვენი მეგობრის მამა და აი მერაბი ძალიან საინტერესო ადამიანია და ძალიან მაგარ ღვინოს აკეთებს რა და რაღაცაზე ერთ პერიოდი ფიქრობდი კახეთში მიწის ყიდვაზე, რომ მეც რაღაც ღვინის კეთება დავიწყო, რაღაც მომავალს ეხლაც ეგრევე ხედავ, რომ თვალი კახეთში, მარანში გვდივარ, ჩემი ღვინით გაოგნებული, როგორც რაღაც ფერწერული შედევრით. და მერაბთან ლაპარაკობდი, აი სად ვიყიდო მიწა და რაღაცები, იმიტომ რომ ვიცი რომ მერაბი კარგი მეღვინეა, იცის ეგ საქმე რა, იცის შესაბამისად მიწა, ადგილები და ასე შემდეგ. და ეგეთი რაღაცებს უხსნი რა მინდა და მეუბნება შენ საიდან ხარო? მე ქიზიყიდან ვარ მეთქი რა. ხო და ქიზიყშიო, საიდანაც ხარ, იქ ნახეო მიწაო რა და იქ გააკეთეო რა. ანუ ადამიანი რომელსაც დარწმუნებული ვარ ძალიან კარგად ესმის მიწის ქიმიური შემადგენლობა და სად უკეთესია და აქ ცოტა უფრო ისეთი დაკლებად კარგი. მითხრა ეგ რომ იქ როცა გააკეთე მიწას საიდან შენ ხარ, ის ღვინო უფრო მაგარი გამოვა. ვიდრე რაღაც მიწა, რომელიც არ არის შენი. და შეიძლება უფრო მეტი ის არის რა. ხო და არ ვიცი აქ საიდან მივედი ამ ისტორიამდე, მაგრამ ახალგაზრდას შეკითხვამ რაღაც გამახსენა ეგ ამბავი და იმედია კავშირშია. გავიმეორებ შეკითხვას ჩანაწერისთვის, რა იქნებოდა ის პირველი ამბავი, რომლის დახმარებითაც თქვენ ვიღაც უცხო ადამიანზე
გაყიდით ქართულ როგორც ადამიანი კი შევხვდი უცხოას რას კი. გიორგი პოპიაშვილის შემთხვევაში ქვევრი თუ არა აი მე უფრო ამბებს მოყვებოდი რა ისევ და ისევ რაღაცა ეგეთ პერსონალურ აი ისევ მერაბ მათიაშვილს გავიხსენებ მეორე ამბავს რა აი შენ კარგად იცნობ მათიაშვილებს და ერთხელ ვიყავით მარანში მაგათ მარანში რა და ღამე 2 საათზე რაღაცა ცოტათი მივეხმარეთ რაღაც არ ვიცი რა ეტაპი იყო მაგრამ რაღაცაში მივეხმარეთ რა მოკლედ ამ მეღვინეობაში და ღამე 2 საათზე ძალიან თვალები ვართ, ყაყანებთ, ამ უფროსება დაიძინეს და ჩვენ ჩავედით მარანში. და იქ მარანში გიო გვაჩვენებს რაღაცეებს, რომ აი ეს ქვევრები და რაღაცები და მიდის ყაყანი და უცებ აი შემორბის მარანში ახალ გაღვიძებული, სახე გასიებული მერაბი, რომ ეხავე გადით აქედან რა, ანუ აქ აი გინება ხმაური რა, სადაც ეს ღვინო დუხს და ეს პროდუქტი იქმნება, ხო? არ შეიძლება აფუჭებს რა. აი ეგეთ ამბებს მოყვებოდი რა, ხვდები? რაღაც მოყვებოდი ამბავს, აღარ მახსოვს ეგ ვინ საიდან მახსოვს, მაგრამ იყო ეგეთი ამბავი, რომ ერთ-ერთ კახე მეღვინეს ათხოვდნენ, რომ წყალი დაესხა ღვინოსთვის, რომ რაღაც გაებევრებინა საქმეს ესე ჭირდებოდა, ასე ვთქვათ და ეს ტიპი ტირილი დაიწყო, რომ პროზე ვერ ვიზავო მაგასო, რომ აი ეს წყალი ჩავასხა ამ სითხეშიო რა, ხო ხვდები? აი ეგეთ ამბებს მოყვებოდი მე რა, იმიტომ რომ აი მაგაში ხო, აი ეგ მე რატო გაყვარა იმ მარნიდან ღამის 2 საათზე და იმ კაცმა აი რატო ვერ ქნა ეგ რომ უბრალოდ რაღაც სითხეს მეორე სითხე დაასხას. მაგაში არის რაღაცა ეს საინტერესო კოდი რა, საინტერესო ინფორმაცია, რომელიც უფრო მეც ყვება, ჩემი აზრით. ღვინო არ დაგვიწყია და იმისთვის მოხდება დიდი ღვინო დახვდება. ხვალ ღვინო არ დაგვისხიაო, იმისთვის დიდი ღვინო მოხდებაო. აი დაახლოებით ეგეთი რაღაც მითხრა შეიძლება ერთი სიტყვა შემეშალა. ხო და მე ამბებს მოყვებოდი რა და მგონია რომ კიდევ ერთხელ ხო მაგას ვამბობდი რომ ესეთი ამბები უფრო მეტ ინფორმაციას შეიცავს ვიდრე რამდენი წელი თუ თვე იყო კასრში ღვინო და როგორი არ ვიცი რაღაც რამდენი წლის წინ ამის მამა პაპამ დაიწყო. ხო ეს ამბები არის მე მგონი რაც ყველაზე მეტად მე გეთანხმები 100%. მეც გავაგზელებ ალბათ გიორგისას და ალბათ მოუყვები რომ რატომღაც პატარა რო ვიყავი ჩემს სახლში ხალხი იკრიბებოდა რაღაცას სვავდნენ და მე ძირითადად მამაჩემი გაუგებარ ენაზე რაღაცებს ლამაზად იძახდა, იმიტომ რომ პოეტი იყო. დიდი პოეტი მიშა ქლივიძე რო იცოდეთ. კითხვა არის ასეთი, მაინც კამერისთვის გავიმეორებ, საიდან რომელი არის ათვლის წერტილი, საიდან დავიწყოთ? შევუტიოთ პირდაპირ მასობრივ მარკეტს, თუ დავიკავოთ რაღაც ნიშური ტერიტორია. ჩემი წარმოდგენით ნიშური ტერიტორია, მაგრამ მეორეს როცა თქვენ იძახით, რომ ამბები გადის მას მარკეტზე. ამბები აინტერესებს მას მარკეტს, რაც უფრო პროფესიონალია, მომხმარებელი, მით უფრო დეტალები აინტერესებს, რაც უფრო ესეთი არა თქვა მოყვარულია, მით უფრო ამბები აინტერესებს. ამბები არის აი რატომაც ვარსებობთ ალბათ ამბებია, რატომაც ჩვენ გვაწვიოთ ტანსაცმელი და არაცვიოთ კუდღლებს არის, რომ ამბების მოყოლა შეგვიძლია ერთმანეთისთვის და ერთმანეთთან კომუნიკაცია ისე მაგრა შეგვიძლია. ანუ ამბები არის რაღაცა თავარი არსი როგორც შეგვიძლია რაღაცები გავყიდოთ კი არა, გავავრცელოთ. გაყიდო უფრო ისეთი რაღაცა, გავვრცელოთ. ამბობს ეს რაღაცას, რომ საბოლოოდ ჩვენ ყველანი ამბებად გადავიქცევით. ყველაფერი ამბავი არის და ჩემთვის ისიც მაგარი ამბავია, რატო გადაწყვიტა ქართველმა რომ ვაზი მოიშინაუროს და არა ნებისმიერი სხვა კულტურა და ვაზის მოშინაურებას და სახლი აიშენა და სოფლის მეურნეობა ვაზით დაიწყო და ფელა ან ჩვენ არ გვაქვს დესერტები, მაგრამ გვაქვს ფელამუში და გვაქვს ჩურჩხელა, ეგეც მაქედან. ანუ ყველა ძალიან ჩვენი იდენტობის იმდენად მეტი ნაწილია ღვინოსთან და ყურძენთან უფრო მეტად ჩაინტეგრებული, ვიდრე წარმოგვიდგენია, რომ იქიდან ულევი ამბავი შეგვიძლია 8000 წელი ხო არ ნიშნავს, უბრალოდ რაც თარიღი ნიშნავს, რომ მათხელა ურთიერთობა გვაქვს ამ პროდუქტთან და შესაბამისად მაგდენი ამბავი არის მოსაყოლი. უბრალოდ მე ნიშაზე გავდივარ თუ მასაზე გავდივარ, ასარჩევია რა ამბავს ვუყვებით.
იმათთვის რა კონკრეტულად როგორი ამბავი უფრო საინტერესო იქნება, ვისაც გავარჩევთ, თორე მას მარკეტზე გასვლა ცოტა ჩემთვის რაღაც ჰაერში ტყვიასავით არის ან მოხდა ან გაგვიმართლებს, ან არ გაგვიმართლებს, ან გაზრება, ან არ გაზრება. რაღაც ბიბნო მოხდეს, რომ ხო, უფრო ეგ არის და თუმცა ჩვენ უფრო პატარა ტერიტორია გვაქვს და შესაბამისად რესურსებიც არ გვაქვს იმ ხელა სუფთა ფულადი, რომ რაც უფრო ბევრ ადამიანს ელაპარაკები, მეტი ღირს. მართლა ესე არის, ძვირია ბევრ ადამიანთან ლაპარაკი, შენ 100,000 ელაპარაკები თუ 2 მილიონს თუ 8 მილიარდს სხვადასხვა ფული ღირს. Coca-Cola ელაპარაკება ყველას, მაგრამ ყველაზე მეტ ფულს ხარჯავს მაგ კომუნიკაციაში. და ჩვენ არ გვაქვს მაგის ფული, ამიტომ მარტო იქიდან კი არ არის გადაწყვეტილება მისაღები რა უფრო სწორი, ასევე რა შეგვიძლია და რისი საშუალება გვაქვს. ეგ არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი. ეგ იცით რაც ნიშნავს მე რომ ფრანგულ ღვინოს ყიდულობ და სახში რომ ხსნი თავს რაღაცნაირად ვგრძნობ რომ ფრანგულ ღვინოს swam და რაც ვგრძნობ რომ ქართულ ღვინოს swam ეგ არის მოსაყოლი თქო მაგაზე მაგას თუ არ მოუყვებით რაც ნიშნავს ქართული ღვინისმა რა ამბავია და შენ როგორ უნდა იგრძნო თავის ადამიანი არაფერს არ იგრძნობს არ შემთხვევაში ეგ ამბავის garaშე ვერაფერს ყველაფერი ამბავ ფრანგებიც ამბავია იტალიაც ამბავი არა ხო გავაგზელებ ამ იმას აზრს რა ანუ როდესაც მე ფრანგულ ღვინოს სვავ ანუ გემოსთან ერთად არის მთელი ის ედით პიაფი და ანუ მთელი ფრანგული კულტურა და რაღაცა ეიფელის კოშკი ანუ ეგ ატარებს ფრანგულ ღვინოს და ფრანგული ღვინო ატარებს მაგას ანუ ეგ ერთიანობა არის ხო და ბევრნაირი მარკეტინგი არსებობს ეხლა რაზეც საუბრობთ იდეაში ანუ სასურველია და სწორი იქნება რომ სტრატეგია შეიქმნას რომელი გზა ავირჩიოთ მაგრამ ანუ პრეცედენტები სიტყვაზე აი არსებობს პროდუქტები რომელიც მაგალითად მარმაიტი არსებობს ეგეთი ბრიტანული ის არის რა პურზე წასასმელი სპრედი რა რომლის პოპულარობაც დედამიწაზე იმის ხარჯზე არის რომ ან ძალიან გევასება ან ძალიან არ გევასება ან გეზიზღება რა ანუ dividing nation since 1902 ეგეთი სლოგანი აქვს რა ანუ ერი იყოფა ამ ვერთან ხდება ამაზე რომ კარგია თუ ცუდია ხო და მიუხედავად იმისა რომ ანუ ეგეთი თვისება აქვს იყენებს თავის თვისებას როგორც თავის პლუსს რა აი ეგეთი სპეციფიური გემო მაქვს რა არ ვიცი შეიძლება ეგ იყოს სწორი სტრატეგია შეიძლება არ მაგრამ მაგის უგულებელყოფა არ შეიძლება რომ ანუ შენ განსხვავებული გემო გაქვს ხო ხო მეც ზუსტად მე თვითონ მაქვს ეგ გამოცდილი რა როცა ადამიანს რომელიც ღვინის მოყვარულია ჩამიტანია გერმანიაში ქვევრის ღვინო რომელიც ყველაზე მეტად მე მომწონდა და აი სახე მინახავს რომ მოსვა და ზოთა რომ ვერ ხვდება რა გითხრას ისე რომ არ გაწყენინოს ხო ეგ სახე ნანახი მაქვს მარა იცი რა არის აი ეგ სახე შეიძლება იყოს ლოგო. კი, აბარა. და არა ქვევრი. არ ახსოვს ხომ ეგ სახე ხო არსებობს, არ ისმის სახე, ეგ არ უშლის ხას, ანუ ბევრი რამე არის, ეგ არ ნიშნავს რომ ხას შეგიშლის ის რომ ვიღაცას არ მოწონს, შეიძლება იმაში ვისაც მოწონს, იმაში მეტი სიამაყე გაღვივოს, იმას ეს იგი ჩემი რეცეპტორები მაგდონემდე ჯერ ვერ მივიდა. პირიქით, არ ვიფარებული. ხო, რას ამბობდი რომ ეგ სახე მეც მინახავს და ზოგადად აი როგორ რაღაცა იცი გათვალისწინება მომხმარებლის არ ნიშნავს იმის გაკეთებას რასაც ის მომხმარებელი ელოდება შენგან ხვდები ანუ მაგრამ მაგის გაანალიზება ძალიან საჭირო არის რომ უბრალოდ რომ მოსვავს ზუსტად მაგიტო ვიძახი მე რა რომ ქვევრის ღვინო არ უნდა იყოს შეთავაზებული მაგ ადამიანთან როგორც აი შენ ხო ევროპული ღვინო გიყვარს აი ეს ჩემი ყველაზე მაგარი ღვინო გასინჯე აი ეგრე რო აწვდი მე ის ადარებს იმას რაც იცის ერთი ის ქონდა რა ერთი ეგეთი შეთანხმება მქონდა ამერიკელი ადამიანი იყო ვისაც გაქონდა ქართველი ნატურალისტ ღვინოების ღვინო ნიუ-იორკში და რაღაც ნუ ამიხსნა ეგ მოცემულობა რომ ამ მეღვინეებს ეგ ბიუჯეტი რაზეც თქვათ მე სტანდარტულად რასაც ვიძახდი არა აქვთო რა და იქნებ რაღაც შევთანხმდეთ თქო რა და მე უთხარი რომ რაც გინდა ეგ თხა და რაც გამოდის მითხარი და გავაკეთებ პროსტა ერთი პირობა არის რომ ეგ მაგ მეღვინემ უნდა წამიყვანოს თავის მეღვინეობაში მასვას მაჭამოს დამათროს მომიყვეს ყველაფერი და ისე გამომიშვას რა და როგორც კი ძალიან dark message-ები არის აგა სიკვდილი და
მარა საყვარელი ბიჭი. ხო და აი ყოველი ეგ შემთხვევა, როდესაც მე მეღვინეობაში ვხვდები, არის ტრანსცენდენტული რა. იქ მონუსხული ხარ თავიდან ბოლომდე. რასაც მე ვურჩევდი, ნებისმიერ მეღვინეს კი, თან ანუ ფაქტობრივად ეგრე ხდება, გათრობს, მიყავ და ნარკოტიკულ ზემოქმედებას ახორციელებს შენზე და შენი გონება იცვლება. ხო ხტები და ეგ გააკეთონ. მე მაგას ვურჩევდი, რომ ვისაც რამეს აკეთებინებენ, პირველ რიგში წაიყვანონ თავიანთ მარანში და დაათრონ თავიანთი ღვინო. ძალიან სახიფათო რაღაც. ხა იფიქრებენ ესენი, რომ დასალევზე მუშაობ და ჰონორარი არ არის საჭირო და ფრთხილად. როდესაც ჩვენთან მოდის რაიმე თემა, რომელიც მოაქვს ვინმეს, ვისაც ის თემა ძალიან უყვარს, ჩვენ ვიჯერებთ და გვიყვარდება და მე უფრო მეტად გულშემატკივრობთ, რომ ეს გაკეთდეს. ან მართლა ეგრე არის, ანუ სად ღვინო გავყიდო, უფრო მეტად გულშემატკივრობ, ისედაც ბუნებრივად გულშემატკივრობ, მაგრამ როცა მოდის ადამიანი, რომელიც შეპყრობილია თავისი საქმით და ხედავ როგორ უყვარს და რამდენი ენერგიას დებს და არაფერზე უკან არ დაიწერს და მისი არსი არის, რომ ეგ რაღაცადღაც გავდეს კი არა საუკეთესო რაღაც გააკეთოს, ეგ ჩვენზეც გადმოდის versus რაღაცა, რომელშიც სული არ დევს ხოლმე. ერთხელ მქონდა ეგეთი შემთხვევა, ჩვენთან მოვიდა ერთ-ერთი ნაყინის კომპანია, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე არაგემრიელი ნაყინი არის. და რო გკითხეთ, რომ რა არის თქვენი რაღაცა, გითხრას, რომ ჩვენ ვართ ყველაზე გემრიელი ნაყინიო. მე მეთქი ჩვენი სუბიექტური ხომ არ არის გამოვიკითხეთ და ბოლო ადგილზე იყო. მაგას არ გულისხმობ, როცა შენ არ გიჭირავს რაღაცას ჭეშმარიტებ და იძახი, რომ ეს საუკეთესო არის. გულისხმობ, რომ მართლა როდესაც გულით აკეთებ ამ ყველაფერს, იმისი გაყიდო, ბევრად უფრო მარტივია, ბევრად უფრო იაფია სხვათა შორის. ამავდროულად. ჩვენ მომდევნო დისკუსია უნდა დაგვეწყო 4 საათზე და ეხლა არის უკვე 5-ის 5 წუთი. მე მესმის, რომ ძალიან საინტერესო რაღაცები მოვისმინეთ კომპეტენტური ადამიანებისგან, მაგრამ სხვა რჩევებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით ისინი უფასოდ აღარ გასცემენ. სხვა დანარჩენისთვის მოგიწევთ მათი დაქირავება. ეს იყო უფასო ვერსია 1 საათიანი. უღრმესი მადლობა თქვენ მოსმენისთვის. მადლობა გადაუხადოთ გიორგი ვოკოვიაშვილი, გიორგი შვიძე, ეკა ყიფიანი.